გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი ჭაუჭიძე, ეს არის გადაცემა სკოლაზე, რომლის მიზანია საზოგადოებაში სკოლის შესახებ არსებული წარმოდგენების ერთგვარი ტრანსფორმაცია, აგრეთვე ჩვენი სტუმრების განსხვავებული რაკურსით წარმოჩენა. დღეს ჩვენი სტუმარია ქალბატონი თამარ ჟღენტი, განათლების სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს ყოფილი უფროსი. გამარჯობა თამუნა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობ ჩვენს გადაცემაში და როგორც შეთანხმებულები ვართ, დღეს ვისაუბროთ სკოლის შესახებ, ბავშვობის სკოლის შესახებ და აგრეთვე საინტერესო იქნება საუბარი ზოგადად ინკლუზიური განათლება რა არის, რას გულისხმობს ის, რას აკეთებდით, რას საქმიანობდით და ვფიქრობ საინტერესო საუბარი გამოვიდა. დავიწყოთ თქვენი სკოლიდან, ბავშვობიდან, ასე ვთქვათ, რომელ სკოლაში დადიოდი, სად იყო ეს სკოლა, რომელი წლებია? მადლობა მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. ხა შენ ისე შორს გადამაგდე. არც ისე შორს? არა, საკმაოდ ვიდა გითხრა, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია ამაზე არ ვიფიქრია. მოკლედ, დაამთავრე 173 საშუალო სკოლა. თბილისში. სად არის სკოლა? დანში მდებარეობს ეს სკოლა. ძალიან დიდი ხნის წინ. მე ის ბავშვი ვარ. ოქტომბრელობას და პიონერობას რომ მოესწრო. კომკავშიროს აღარ, ხო. ხო, 80-იანი წლების მეორე 90-იანის დასაწყისი, ესე იგი ეს პერიოდია თქვენი სკოლა. ზოგადად ეს სკოლის პერიოდი როგორ გახსენდება? აი რომ ვთქვათ რომ შევთანხმდით ჩვენ რომ ამ გადაცემაში ვისაუბრებდით და რა ემოციები წამოვიდა სკოლის შესახებ, ბავშვობის წლების შესახებ, სკოლასთან დაკავშირებულ მოგონებებზე. ხო, რაღაცნაირი ესეთი ჩემი და სკოლის დამოკიდებულება ეს ერთგვაროვანი არ ყოფილა. რო გითხრა რომ ძალიან დადებითი ემოციები მაკავშირებს ნაკლებად. რაღაცნაირი უფრო ნეიტრალურია და ყოველთვის სკოლის დამთავრების მერე ვამბობდი რომ ალბათ არასდროს არ გამიჩნდება სურვილი რომ აი ხალხი რომ ნატრობს რომ ნეტა სკოლის წლებში დამაბრუნა. აი ასეთი ასე ვთქვათ ნოსტალგია არ მექნება თქო, ყოველთვის ამას ვამბობდი და პრინციპში სწორად გამოვიცანი. უბრალოდ ისე წავიდა მე ცხოვრება, რომ რაღაცნაირად მთელი ჩემი ეს სამუშაო პროცესი მაინც განათლების სფეროს დაუკავშირდა და პირადი ნოსტალგიები არ მქონია, მაგრამ ნუ ასე გამოვიდა, რომ მაინც სკოლის სივრცეში ტრიალებს საქმიანობიდან გამომდინარე. ხო, ვფიქრობ ჩვენი საუბრიდან გამომდინარე შეიძლება მივხვდეთ მაყურებელს გულისხმობ ამ შემთხვევაში რომ რას უკავშირდება ასეთი ცივს არ ვიტყვი მაგრამ ხო ნეიტრალური ემოცია და მოდი გავეხსენოთ პირველი კლასის პერიოდი აი როდესაც შეხვედით პირველ კლასში ოჯახზე რომ გითხრა ვინ ხართ ოჯახში როგორ ხარ მომზადებული ასე ვთქვათ რა გეუბნებიან თუნდაც ოჯახის წევრები რომ სკოლაში მიდიხარ და რა იყო ეს რა სიტუაცია? რაღაცნაირი ესეთი აი აქტიური მოგონებები ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. ყოველთვის ვიყავი ესეთი დამჯერი ბავშვი რომელიც ადვილად დაიტოვება სახლში. არაფერს არ გააფუჭებს. შესაბამისად, აი ეს პროცესები რაღაც ძალიან მარტივად მიდიოდა. სწავლობდი, რაღაცა ესეთი სტანდარტული გზიდან ამოვარდნები არ მქონია. ამიტომ ოჯახის მხრიდანაც მაგ მხრივ არანაირი ესეთი რაღაც მითითებები არ მჭირდებოდა და ზოგადად ვიზრდებოდი საკმაოდ თავისუფლად. ანუ ალბათ ჩემი ხასიათით განაპირობებდა ამას, რომ ძირითადად ყოველთვის თქვათ ჩემი აზრი გამოჩნდა მოვლენებზე, საქმეებზე, ზოგადად ყველაფერზე და ამიტომ შეიძლება ვუსმენდი, მაგრამ მაინც იმას ვაკეთებდი, რაღაც ვფიქრობდი. შვიდად, ჯილდად შეიძლება ითქვას, ხო, საინტერესოა. ეს ნამდვილად იყო და რაც დაწყებითი კლასები უფრო ესე მახსენდება სასიამოვნოდ
პრინციპში იმ პერიოდში უფრო ესეთი მშვიდი ცხოვრება იყო ბავშვის გადმოსახედიდან. რასაც ვეღარ თუ ვერ ვიტყვი, უკვე მერე ზედა კლასებში გარემოც შეიცვალა, როცა ირია ზოგადად სოციალური ფონი დამძიმდა და ეს თავისთავად სწავლის ხარისხზეც ისახებოდა. ხაი 90-იან წლებში სკოლაში ვისაც სულია, იცის რა სიტუაცია იყო, ხო, სწავლის მხრივაც. ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას სწავლას ექცეოდა, მე მგონი იმ პერიოდში, ხო, რაღაცნაირად ისე სხვა მოვლენებზე იყო გადართული სოციუმი, თვითგადარჩენაზე ზრუნავდა, რომ აი შეცვლილ გარემოში რაღაცნაირად ორიენტირება მოეხდინა. ესე იგი, დაწყებითი კლასები შედარებით თბილად გახსენდება და ამ სითბოში, თქვათ, რა როლი აქვს მასწავლებელს და როგორ შეიძლება გაიხსენო პირველი მასწავლებელი თუნდაც. ხათაშერს ამაში თავისთავად გარემოს გიქმნის შენ რაღაც მოგონებების, ასე თქვათ, ფერს, ხო, და შეგრძნებას თუ ელფერს რაც მოყვება, ქმნის ის ადამიანები და ის გარემო, რომელშიც გიწევდა იმ დროს ყოფნა, ხო? და რეალურად კი ნამდვილად წვლილი ამაში მასწავლებლის არის. და ჩემი პირველი მასწავლებელი იყო თამრიკო ნოზაძე. დღესაც მასწავლებელი თამრიკო ნოზაძე. დღესაც მასწავლებელია და რაღაც ისეთი ძალიან ახლოა, მაგრამ ურთიერთობა გვაქვს და ვინარჩუნებთ. და კი, ესეთი პირველი შეხება სკოლასთან და ასეთ რაღაც მაღალ მატერიებთან იმ დროს ხო იცით ბავშვები ისე იზრდებოდნენ, რომ ეკონათ რომ მასწავლებელი საბერფარეშოში არ დადიოდა, ლაგთაობა ვარ მე. მე მგონი ყველა თაობას. უბრალოდ გააჩნია რომელ კლასში მიხვდება ადამიანი, რომ არა თურმე ის დადის, ხო? ხო, ზოგს უფრო გვიან პერიოდამდე შეერა ასე და ზოგი მალევე აღმოაჩენს ხოლმე. ზოგადად მასწავლებლებზე რა შეგიძლია გაიხსენო, როგორც თქვათ, გავლენის თვალსაზრისით. რამდენად ახდენდნენ, ან თუ ხომ არ გახსენდება რაიმე ესეთი მომენტი, როდესაც მასწავლებელს თავისი ქცევით ან დამოკიდებულებით, ხო, ან თუნდაც შეხედულებით, რომ რაღაც ცვლილება მოუხდენია შენზე, ან თუნდაც რაღაცა ისეთი გავლენა. კი, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ადამიანებს ჩვენს გარშემო. იმ მომენტში შეიძლება ვერაცნობიერებდე, მაგრამ მე რომ რაღაცებზე ფიქრობ, ხვდები რომ კი, თურმე რაღაცა არსებობს შენ ცხოვრებაში ადამიანები, ვისაც რაღაცნაირად შეუცვლი ხარ, ან სხვანაირად დაუფიქრები ხარ აიმეზე, ხო? შემდგომ უკვე როცა წამოვიზარდე და გადავედი სადღაც საშუალო საფეხურზე და ცოტა ესე 9-10 კლასების თემაში. კი, იყვნენ სკოლაში, ახლა იშვიათი გამონაკლისები იყვნენ მაშინ ესე ვთქვათ, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები და ეს განსხვავებულად მოაზროვნეობა უფრო ახლა რო ვფიქრობ, თავისუფლად აზროვნებაში გამოიხატებოდა. არა ტრაფარეტულში და არა ჩარჩოში, ჩამჭდარში და რაღაცნაირად კი, ეს ახდენდა ნამდვილად გავლენას. ქართულის მასწავლებელი მყავდა ასეთი ხათაშერს ახლა რო დავფიქრდი აი ამ ადამიანებთან, ვისაც ახლა ვახსენებ, ყველასთან რაღაცნაირად კონტაქტი შენარჩუნებული მაგ ისე გამოვიდა. ხო და როგორც ჩანს, ნუ მაინც ხო ეს აი ამის გამოძახილია, რომ სადღაც რაღაცა რჩება მაინც ადამიანებს ურთიერთობაში. ეს თავისუფალი აზროვნება რაში გამოიხატებოდა მაგალითად, ხო ეს სხვადასხვანაირად შეიძლება გავიგოთ, დაუშვათ იგივე თუნდაც საგნობრივ შინაარსში რაღაც განსხვავებული ხედვის ან წარმოჩენა ან თუნდაც მოსწავლეებისთვის ამის საშუალების მიცემა ან შეიძლება იყოს თქვა თუნდაც პირდაპირ სოციალ-პოლიტიკურ საკითხებზე მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმა და ასე შემდეგ. აი რა გახსენდება ამ თვალსაზრისით? ხო, აი ზუსტად მაგას გულისხმობ ჩარჩოებში არ ყოფნაში, რომ აი ეს პერიოდი ისეთ დაემთხვა ზუსტად ეს აი მაგ საშუალო საფეხურის საბაზო საშუალოს პერიოდი ჩემ დროს ეროვნულ მოძრაობას ეს პერიოდები იყო ზუსტად და განსხვავებულად სწავლობდით მანამდე მოგეხსენება საქართველოს ისტორიასაც და ყველაფერს რაღაცა ეს საკნები იყო ესეთი ერთი იდეოლოგიის მიმდევარი, ხო? და აი ქართულში
პირველად შემოვიდა მაშინ სხვანაირად დამინახეთ და დაგვანახა ეს მასწავლებელმა, ხო, რომ შეიძლება რაღაც თუნდაც ნაწარმოები, რომელსაც სხვანაირად გიხსნიდნენ შინაარს, შეიძლება დაინახოს სხვა თვალით. ხო? და რაღაც სხვა კუთხით შეხედო და გაძლევს თავისუფლებას, რომ შენ გააკეთო ამის ინტერპრეტაცია და არ გაძლევს რაღაც მზა ფორმულებს და მზა დებულებებს, როგორ შეიძლება გაიგო. კონკრეტული ხომ არ გახსენდება შინაარსობრივი თუ ასეთი. ასე არა, ზოგადად. ხო, თუმცა ეს განცდა და მე საერთოდ ხო ესე თი ადამიანი გამოვდივარ ასე გამოდის, რომ აი უფრო შთაბეჭდილებები მრჩება მეხსიერებაში და არა რაღაც კონკრეტული მოვლენების დეტალური აღწერა. ხო, ეს ძლიერი, ასე ვთქვათ, რაღაც თვისება შეიძლება ყველა ადამიანში თუ არა ბევრში. კი, რატომღაც ჩვენ ვერ ხსნით ხოლმე ზოგიერთ შემთხვევაში, თუნდაც რომელიმე ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას, ხო, აი რომ ჩაუბრუნდით. დიდხანს რო ვიფიქროთ, შეიძლება რაღაცები გავიხსენოთ და ამოგვიტივტივდეს, მაგრამ ხო ეს გავლენა თუნდაც ჩვენს გადაწყვეტილებებზე მოქმედებს ხოლმე. აი ამ თემასთან დაკავშირებით, აი მასწავლებელი როგორც მოქალაქე, დღეს აქტუალურია მოიხსენებოდა ეს თემა და ეს საკითხი. აი თუნდაც როგორ გაიხსენებ აი მაშინდელ მასწავლებლებს, იგივე მეც ვფიქრობ დაახლოებით ამ პერიოდში სწავლობდი, როდესაც იცვლება ქვეყანა, რაღაც შემოდის ახალი წესრიგი, ახალი იდეები, რაღაც ის გარკვეული რამ რისკთანაც არის გარკვეულ წლებში დაკავშირებული, ხო? თვითონ ეს მასწავლებლები ამ თვალსაზრისით, აი როგორც სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანები, ხო? როგორ ჩანდნენ, რამდენად აძლევდნენ უფლებას, ვთქვათ, რაღაც იდეების გავრცელებას და თან მინდა რომ ეს დავაკავშიროთ დღევანდელობასთანაც და აი ამაზე რომ ვთქვათ, რა სად არის ის ზღვარი? ან შეიძლება იყოს ზღვარი საერთოდ ადამიანის, ამ შემთხვევაში მასწავლებლის რაღაც გარკვეულ ჩარჩოსთან, თვით დაწესებულ ჩარჩოსთანაც თუ გნებავთ, ხო, აი ამაზე აი როგორ გახსენდება და დღეს როგორ უყურება ამ საკითხს? რომ გითხრა, ეხა მაგასთან ამ კითხვას ვფიქრობდი რა, შეიძლება რომ ვთქვათ გავიხსენო ასეთი მოვლენა, ხო? ასე აქტიურად რაიმე პოზიციის დაფიქსირება ან აკრძალვა, ისე არ მახსენდება, სიმართლე რომ გითხრა. ან საიდან მე მითითება მიმართულების მიცემა ესეთი მკვეთრად, ხო? უბრალოდ მე მაინც მგონია, რომ აი მასწავლებლის როლი იმაშია ზუსტად მასწავლებლისად, მშობლისაც და ზოგადად ყველა ვთქვათ იმ ადამიანის, ვისაც ბავშვს აქვს, ვისთანაც შეხება აქვს და მის განვითარებაში ვისაც რაღაცა წვლილი აქვს, ხო? და განსაკუთრებით მასწავლებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დროს ატარებს ბავშვი სკოლაში და იმ გარემოში, როცა რაღაცა უნდა შეიმეცნოს და ყოველთვის მგონია, რომ ეს პროცესი უნდა იყოს თავისუფალი და რას გულისხმობ ამაში. არასდროს არ ვარ მომხრე რაღაცა მზა ფორმულების მიწოდების. მე მგონია, რომ მასწავლებლის როლი არის იმაში, რომ აჩვენოს ბავშვს ალტერნატივები, დაანახოს და მერე უკვე არჩევანი უნდა იყოს კონკრეტულად ამ შემთხვევაში ბავშვზე და ზოგადად ადამიანზე. და აი ამ ასე ვთქვათ, ინფორმაციულ ველში თვითონ უნდა აირჩიოს გზა და თვითონ უნდა თავისი უკვე ჩამოყალიბებული ღირებულებებიდან გამომდინარე გადაწყვიტოს, ვთქვათ, რას თulis სწორად, რას თulis არასწორად და ასე. რაღაცნაირ ეს სამიმართულებების მიცემა მე არ მიმაჩნია სწორად. მინდა გითხრა. აი, ბარემ აქვე კითხავ, მაინტერესებს. აი, როგორ ფიქრობ, რამდენად მისაღებია? ცხადე აქ რამე სწორი და არასწორს ვერ ვიტყვი, პიროვნულად, აი, ან თუნდაც ან მოსწავლე რომ იყო, ან თუნდაც კოლეგი რომ წარმოვიდგინოთ, აი, როგორც მასწავლებელი, ბავშვებმა უნდა იცოდენ ამა თუ იმ მასწავლებლის პოლიტიკური გემოვნება მაგალითად. აი თუნდაც რომელ პარტიას უჭერს მხარს, როგორ ფიქრობ? მე არ გულისხმობ იმას, რომ რაღაც სკოლაში და გაკვეთილებზე თავისი სიმპათიის, რაღაც ობიექტის თუ სუბიექტის შესახებ ამ ბავშვებთან
რაღაც ის დაიწყოს ასე ვთქვათ აგიტაცია ან თუნდაც ლაპარაკი და ასე შემდეგ, მაგრამ აი უბრალოდ აი თუნდაც აი ესე რომ აი ეს მასწავლებელი მაგალითად იმის ხარდამჭერი ან იმას აძლევს ხმას რამდენად მოგეწონებოდა ან რამდენად მისაღებია მოკლედ თუ მიუღებელია ეს არ ჩვენ ადამიანები ყველა განსხვავებული ვართ ერთნაირი არც ერთი არ არის ხო და რაღაცა ჩვენი ღირებულებები გვაქვს ჩვენი პრეფერენციები გვაქვს რაღაცა მოგწონს რაღაცა არ მოგწონს ხო უბრალოდ ეს შეიძლება რა თქმა უნდა გქონდეს და ეს არ უნდა ატარებდეს რაღაცა ვიღაცისთვის თავს მოხვევის ასე ვთქვათ ფორმას ხო მე ჩემი ღირებულებები მაქვს ჩემი შეხედულებები მაქვს შეიძლება სადღაც ეს პოზიცია გამოვხატო შეიძლება სადღაც სხვანაირი ფორმით ან ჩემი ქცევა მეტყველებს ამ ყველაფერზე ხო ზოგადად და რაც წინაზე თქვი მგონია რომ არავის თავს არაფერი არ უნდა მოახვიო და ამ შემთხვევაში შენი ხო უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები არსებობს ღირებულებები რაც განსაზღვრავს თქვათ თუნდაც მოსწავლის მასწავლებლისადმი დამოკიდებულებას ვიდრე რაღაც ესეთი პოლიტიკური თემები რა თქმა უნდა შეიძლება რაღაც მომენტში თქვათ უფრო არაფორმალურ მომენტში ეს ესეთი განხილვები და იყოს, ხო, უბრალოდ არ მგონია რომ ეს სასწავლო პროცესის ნაწილი და რაღაცა ესეთი აბსოლუტურად არ მქონია. თუმცა მე ვეკითხები ხოლმე სხვა შორის სტუმრებს თუნდაც აი სასწავლო პროცესის ნაწილი რომ წარმოვიდგინოთ საშუალო საფეხურს გულისხმობ მაგალითად 13, 14, 15 18 წლის ასაკის ადამიანები სკოლაში არიან ჩვენთან და აინტერესებთ ხოლმე პოლიტიკა, გაინტერესებდა იმ პროცესს, აი ეს პოლიტიკური მოვლენები მაშინდელ საქართველოში ალბათ ხო არ ვიცი. იცი რა არის ალბათ უფრო არა, აი ნაკლებად, იმიტომ რომ ჯერ სხვანაირი საზოგადოება იყო. ინფორმაციული ველი ასე განვითარებული არ იყო მაშინ და ინფორმაციაც ასე სწრაფად არ ვრცელდებოდა და ამიტომ რაღაც ესეთი პოლიტიზებული ნაკლებად იყო გარემო. თუმცა თანაკლასელებს შეიძლება მე მაგალითად ძალიან მაინტერესებდა პოლიტიკა მაშინ, აი 99 წლიდან უკვე და ეს მაგალითად მახსოვს რომ გაზეთები რომ გამოდიოდა ხო აი სკოლის ასაკში იმდენად მაინტერესებდა და არ ვიცი გახსოვს თუ არა იყო ასეთი გაზეთი მამული რუსთაველის საზოგადოების აკაკი ბაქრაძის ასე ვთქვათ ხელმძღვანელობით და ეს გაზეთს ხო ჩვენს დარიელ ჭანტურია რედაქტორობდა და რომ გამოვიდოდა ხომთან წითელ ფონზე დაწერილი მამული აი მახსოვს აი ელვარება იმის და იმდენ ხლა ინტერესი იწვევდა. მოკლედ ხო ზოგს აინტერესებს ზოგს არ აცხადია ხო ამ ასაკში პოლიტიკური მოვლენები და რამდენად შეიძლება ეს სასწავლო საკითხებად ან თემატიკად ვაქციოთ თუნდაც პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ დისკუსიები თუნდაც სასწავლო სივრცეში გულისხმობ მესამე საფეხურს ცხადია ხო სკოლაშიც ხო აი თუნდაც რა ვიცი ამ პარტიის პროგრამის განხილვა ან მეორე პარტიას რა შეთანხმები და ასე შემდეგ ეს არ მიგაჩნია რომ ასე ვერ გეტყვი მე ზოგადად მგონია რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის გარკვეული საფუძველი სკოლამ უნდა შექმნას როგორც მოქალაქისთვის ან მოსწავლე რომ მოქალაქედ ჩამოაყალიბოს თავისთავად ამაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სკოლამ უნდა მისცეს ასე ვთქვათ ძირითადი ცოდნა და ძირითადი ინფორმაცია პროცესების შესახებ და მე უკვე სიღრმეებში მისი ინტერესებიდან გამომდინარე ადამიანს შეუძლია რომ თვითონ გაყვიოს ვთქვათ რა ინტერესებს რა მეტად რა ნაკლებად რაში ჩაღრმავდება რაში არ ჩაღრმავდება კი ფაქტობრივად სკოლის მოსწავლეები ვიმეორებ 18 წლის ასაკის ადამიანები არჩევნებში მონაწილეობენ ანუ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ან მმართველობის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას. საგნებზე მინდა გკითხო, როგორ სწავლობდი და აი რომ თუ გქონდა გამორჩეული ან უინტერესო, საინტერესო თუ ყველაფერს რაღაცნაირად. არა, ხო, აი ხო ვაბობ ძალიან ესეთი დამჯერი მოსწავლე ვიყავი თქო და რაღაცნაირი ხო ბავშვი რომელიც პრობლემებს ნაკლებად ქმნიდა. და ნუ ძირითადად ხო ვიყავი კარგი მოსწავლე, ხუთოსანი, როგორც ჩვენ დროს ხო ხუთები იწერებოდა და 10-ით სისტემა არ ქონდა. კი, მაგრამ უფრო ზოგადად ტექნიკური მიდრეკილების
უკეთესი მაქვს, მე აღონდა ხამას აქედან გადმოსახედიდან მაბობ ამ წუთას. თორემ მაშინ მეგონა რომ ჰუმანიტარი ვიყავი, უფრო მეტად. ფაქტიურად ყველაფერს სწავლობდი, უბრალოდ მაშინ პრობლემა ის იყო, რომ ყველაფერს არ გვასწავლიდნენ. იმიტომ რომ ხო ამ პერიოდში ძირითადად იყო რომ შუქი არ იყო, ციოდა, გაკვეთილები მეტნაკლებად უფრო ცდებოდა, რაღაცა ესეთი არეული დროის შვილები ვართ ყველანი, ხო და რაღაცა იყო ძირითადი საგნები, რაც უფრო მეტად მაინტერესებდა. რომელი საგნები? ძირითადად ამას განაპირობებდა მასწავლებელი სიმართლე რო გითხრა. ანუ ხო რაღაცნაირად ალბათ უფრო ეს ემოციური ბრმა ადამიანთან როცა გაქვს და ის საგნები უფრო ჩემ შემთხვევაში ასე იყო, ის რაღაცები უფრო გაინტერესებს. მათემატიკა? კი, იყო მათემატიკა, ну, ამ შემთხვევაში ქართულის თქვი, ბიოლოგიას გვასწავლიდა კიდე ერთი ძალიან კარგი ადამიანი და ბიოლოგიაც ძალიან უყვარდა მაგიდან გამომდინარე. ხო, რაღაც ახლა რო უყურებ უფრო ხო, ანუ საგნიდან კი არა მოვდიოდი, როგორც ჩანს, უფრო პიროვნული ფაქტორებიდან მომდინარე. ხო, ხდებოდა ალბათ საინტერესო უფრო ჩემთვის მაშინ ეს საგნები. ხო, არ ვიცი, ახლა როგორ ხდება, ვერ გეტყვი და ეს ჩემ შემთხვევაში ასე იყო. რა მინდა ჩაგეკითხო? ეგ საინტერესო თემაა, სხვა შორის. მასწავლებელი აყვარებს საგანს და აინტერესებს საგანს და ხო, იმიტომ რომ ეს ხო არ არის მარტო საგნის სწავლება. იქ ჩანს ადამიანი, ხო? მისი დამოკიდებულებები, რაღაცა, თქვა სამართლიანობა, ძალიან ბევრი რაღაცა არის საგნის მიღმა, რაც იგრძნობა და რაც ამ დამოკიდებულებებს მოსწავლეებში იწვევს, ხო? რა ვიცი, ჩემი აღქმით ესეა. ესმის. ავიღოთ ბიოლოგია მაგალითად, რადგან კონკრეტული საგანი, კონკრეტული მასა. თანაკლასელებსაც ყველას უყვარდა ბიოლოგია და ყველას სწავლობდა და ყველას აინტერესებდა, არ მჯერა რაღაც. ხო, არა, მაგიტო ამბობ, ეს ინდივიდუალური რაღაცები იყო, მაგრამ იცი რა არის, პატივისცემა მასწავლებლის მიმართ ყველას ჰქონდა. ხო, იმიტომ რომ ჩვენ, ну, ახლა სიმართლეს გაუმარჯოს ვარიანტში შეიძლება ითქვას, რომ იყვნენ მასწავლებლები, რომლის გაკვეთილზეც გაკვეთილი არ ტარდებოდა და გართობით ვიყავით ბავშვები დაკავებულები, მაგრამ ხო, ну, ალბათ ესეთ დროის და ამ გარდამავალი პერიოდის ასე ვთქვათ გამოძახილი. როგორი კლასი იყავით თანაკლასელებზე, რომ მითხრა და ურთიერთობამდე გაქვთ თუ არა ურთიერთობა? ნაწილთან კი, ანუ დიდად შეკრული კლასი არ ვიყავით, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ბევრჯერ შეიცვალა, ხან სხვა კლასი შემოგვიერთა, ხან ვიღაცა გადავიდა, ვიღაცა გადმოვიდა და დიდად ისეთი შეკრული და ბირთვი კლასი არ იყო. იყო რაღაცა ურთიერთობები რაღაც რამდენიმე ადამიანთან უფრო სიღრმისეული და ეს ნუ არის, რომ დღემდე მოყვება. მაგრამ დიდად აი ხო ალბათ მაგიტომაც არის რომ მაინც და მაინც ისეთი სკოლისადმი არა მაქვს ნოსტალგიები. ხო, იმიტომ რომ რაიმე ესეთ სპეციალური ვთქვათ რომ ან ბავშვებს შორის ურთიერთობა ერთმანეთთან ზრუნვა, მეგობრობა და ასე. კი არა, ეს ქონდა. მე ვიყავი სხვათა შორის ძალიან ესეთი ხო, ну, შეიძლება ითქვას აქტიური ამ მიმართულებით, რომ იმ მოცემულობაში გასართობი სხვა არ იყო, გარდა იმისა, რომ ერთმანეთის სახლებში ველოთ, ხო? და ჩემი სახლი ხშირად იყო ესეთი თავშეყრის ადგილი. თან სკოლასთან ახლოს ცხოვრობდით და იყო ხოლმე ესე დედაჩემი რაღაცას გაამზადებდა, გამოვივლიდით, შევიკრიბებოდით. გაკვეთილებსაც ხომ არ აცდენდით? თუ თავისით თუ გიცდებოდათ მხოლოდ უფრო მაგის იყო. ახლა შატალოებიც ხდებოდა, მაგრამ ეს პერიოდი იყო, რომ დიდად შატალოს სანადრები არ ჰქონდა ბავშვობაში. ხო, საინტერესოა ეს გამოცდილება. ჩემთვის ასევე ერთ-ერთი საინტერესო თემაა და რაღაცნაირ ფაქიზია რომ მიტყვიან ის სფერო, რომელშიც აი მუშაობ წლების განმავლობაში გულისხმობ ინკლუზიური გარემოს შექმნა ყველა მოსავლისთვის, აი ძალიან ისეთი ზოგადი სახელი რომ დავარქვა. ანუ ის მოსწავლეები, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ დღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, ხო?
ეგრეთ წოდებული SSM მოსავლე, ხო, ასეთი დასახელებით, რომ მოვიხსენიოთ, ხო ეს ადამიანები. ხომ არ გახსენდება აი ბავშვობის სკოლაში ან თანაკმასელებს შორის ან სკოლაში მოსწავლეები, რომელსაც დღევანდელი გადასახედიდან, ასე ვთქვათ, დღევანდელი ტერმინოლოგიით ეს სტატუსი შეიძლება და ჰქონოდათ. კი, სხვათა შორის. ახლა მე ხო ეს სამშობლო გამოცდილება და ცხოვრებისეული რაღაცებს ხანდახან აგინთებს ხოლმე, რომ კი, გეთანხმები, იმ დროს რო ყოფილიყო ინკლუზიური განათლება, როგორც ასეთი, ნამდვილად ბევრ ადამიანს გამოადგებოდა ეს მხარდაჭერა. იმიტომ რომ მეც ახლა რო ვიყურები წარსულში იყვნენ ჩემ გარშემო ადამიანები, ვისაც ჭირდებოდა დამატებითი მხარდაჭერა და ძალიან ასე ვთქვათ, საჭირო იქნებოდა ესეთი სწავლის პროცესის მორგება მისთვის და ეფექტიანი. აი ამ კუთხით ნამდვილად იყო და ზუსტად აი ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ ინკლუზიური საზოგადოება შევქმნათ. არა მარტო სასკოლო და ზოგადად საგანმანათლებლო, ასე ვიტყოდი უფრო, არამედ უფრო გლობალურად რო შევხედოთ. იმიტომ რომ თანასწორობაზე და ადამიანის უფლებებზეა ეს ყველაფერი დაფუძნებული და ეს ქმნის ზუსტად იმის შესაძლებლობას, რომ ადამიანი იყოს რეალიზებული მიუხედავად მისი განსხვავებული შესაძლებლობებისა და საჭიროებისა. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია განათლების ეს ყველაფერი, განათლება ყველასათვის, თანაბრად მისაწვდომი და დისკრიმინაციის გარეშე. ამას, რა ვიცი, ქვეყანა 20 წელია ამ გზას მიყვება. და ძალიან დიდი შრომა არის ამ ყველაფერში ჩადებული ამ წლების მანძილზე არაერთი ადამიანის მიერ. განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, იმიტომ რომ ზუსტად ეს საბჭოთა მემკვიდრეობა, რაც ჩვენ დაგვრჩა, არის ჩვენს, ასე ვთქვათ, მეტალობაში ღრმად იყო აღბეჭდილი. მინდა აი ჯერ საბჭოთა მემკვიდრეობაზე კი არა, იმ საბჭოთა პერიოდს რომ დავუბრუნდეთ. ესე მეც მახსოვს და ამიტომ მინდა ახლა ცოტა ვთქვათ კიდევ. ანუ კლასში თუ სკოლაში ახლა ისე რომ ცოტა შორიდან რომ შევხედოთ, მოსწავლეები, რომლებსაც ჰქონდათ ასეთი საჭიროებები, იყვნენ ჩვენ გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არსებობდა ეგრეთ წოდებული სპეციალური სკოლები, სადაც მიზანმიმართულად ერთად ასწავლიდნენ ხოლმე ასეთი საჭიროების მქონე ბავშვები. მაგრამ საშუალო სკოლებში, ასე ვთქვათ, ხო, ასე ვთქვათ, დანარჩენ სკოლებში, ანუ უმრავლეს სკოლებშიც, ჩემთანაც იყვნენ მაგალითად ასეთი ჩემ სკოლაშიც და როგორც ამბობ, თქვენთანაც ყოფილან, ხო? და აი რომ გავიხსენოთ მიდგომა და დამოკიდებულება ამ ბავშვების მიმართ თუ მასწავლებლების მხრიდან, ან თანაკმასელების მიმართ. რატომ მინდა იცით კიდევ ამას ხაზი რომ გაუსვა, რომ რაღაცნაირად ეს ბავშვები თვითონ ცვლიდნენ გარემოსაც, აი დამოკიდებულებას მათ მიმართ. მახსოვს მაგალითად ერთ-ერთ კლასში აი როგორ ზრუნავდნენ თანაკლასელები ამ თავიანთ თანაკლასელზე, ხო, აი როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ. მათ უფრო მეტი იცოდნენ ურთიერთობა ამ ბავშვთანაც და მე მგონია ზოგადად ადამიანურადაც უკეთესი ურთიერთობა იცოდნენ ერთმანეთთან, აი თუნდაც დავუშვათ ჩემგან განსხვავებით და სხვა და როგორი იყო ეს მიდგომა? მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ მაშინ არც ეგრეთ წოდებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმები ჰქონდათ, არ ვიცი, შეიძლება ჰქონდათ რამე ასეთი, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ის მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც, თანაკლასელებიც რაღაცნაირად ასეთ ერთობაში, საკლასო საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, იჩენდნენ ადეკვატურ დამოკიდებულებას ამ ბავშვების, ამ ადამიანების მიმართ. თუ რაღაც სხვანაირად გახსენდება და არ მოგწონს თუნდაც დღეს როგორც ამ საკითხის სპეციალისტის თვალით, მაშინდელი
მაშინდელი ასე თქვათ მიდგომები, აი გულისხმობ ოღონდ კონკრეტულად სკოლაში თუ კლასში მყოფი ადამიანების შეფასების თორე ასე ხა მასეთ რაღაცები, მასე დეტალები არ მახსენდება სიმართლე რომ გითხრა. უბრალოდ აი იმის აღნიშნა მინდა რომ ზოგადად ინკლუზიური პროცესი არ არის სამხრივი, ხო? ეს არ ეხება ვთქვათ რაღაცა კონკრეტულ საჭიროებებს მხოლოდ, ანუ ეს არის ყველასთვის სასარგებლო პროცესი, იმიტომ რომ ადამიანები ზოგადად ერთმანეთისგან ბევრ რაღაცას სწავლობთ, ხო? და ანუ ეს გარემო როცა თანაბრად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანია, თავისთავად ყველასთვის არის გაცილებით სასარგებლო ეს ყველაფერი, ხო, ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ სწავლობთ განსხვავებულის მიღებლობას და ზუსტად აი ბავშვებისთვის იმიტომ არის მნიშვნელოვანი ინკლუზია ამ შემთხვევაში, რომ ეს ყველაფერი ხდება მისთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ ისეთ ჩვეულებრივია, საზოგადოება არ შედგება ერთგვაროვანი წევრებისგან, ხო, ჩვენ ყველა ვართ განსხვავებულები საბოლოო ჯამში და ამიტომ აი ეს პროცესი ზუსტად ამას ემსახურება, განამარტო იმას, რომ იქ თქვათ სასწავლო პროცესში რაღაცა ინდივიდუალური სასწავლო გეგმით თქვათ მათემატიკაში რაღაც მიზანზე გავიდეთ, ხო? გაცილებით მნიშვნელოვანი არის ამ შემთხვევაში სოციალიზაციის პროცესი, ურთიერთობის პროცესი, რაც ყველაზე ახდენს გავლენას და ყველასთვის არის სასარგებლო და ზუსტად აი აქედან იქმნება მერე საზოგადოება, რომელსაც აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და რომელიც მერე უკვე ქმნის ქვეყანას, რომელიც არის ღირებულებებზე დაფუძნებული და რომელშიც ადამიანი არის მნიშვნელოვანი და ადამიანი არის განსაზღვრელი და მთავარი ღირებულება და ინდივიდუალური ადამიანი, ხო? რა თქმა უნდა. ან კონკრეტული ადამიანი რაღაც ისე. ხო, არა, მაგას ამბობ, თითოეული, მაგივე გულისხმე. რაღაც ისეა, ხო? როგორ შეაფასებდი ამ კუთხით გულისხმობ, როგორც ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და ამ დარგის ექსპერტი, ასე ვთქვათ. ჩვენ საზოგადოებას, აი ასე ცხადია ეს ახლა ცელი და რაღაცა მრავალმხრივი თემაა, მაგრამ აი ზოგადად თუნდაც აი რაც ზედაპირზე ჩანს, ხო? თუ რა ვიცი, თუ ნებავთ სიღრმეებშიც, როგორი საზოგადოება ვართ ჩვენ ამ მხრივ, ამ თვალსაზრისით, რამდენად მოგეწონებოდა მაგალითად ჩვენი საზოგადოება. იცი რა არის, ყველაფერს აქვს რაღაცა ორი მხარე, ხო? ანუ რეალურად განსხვავებულის მიმღებლობა, რომ ისწავლო შენშიც უნდა იყოს რაღაცა ეს ყველაფერი ჩადებული, ხო და გარემოც უნდა იყოს ზოგადად მიმღებლული და ჩვენ ვქმნით ამ გარემოს ამ შემთხვევაში. ეს პროცესი არ არის, თქვათ, ესეთი თავისთავად მოცემული და აქეთკენ უნდა წავიდეს საზოგადოება. არის ნაბიჯ-ნაბიჯ, იმიტომ ვახსენე მეც წეღან, რომ თქვათ, ჩვენ როცა დავიწყეთ ინკლუზიური განათლების დანერგვა, ხო, დავიწყეთ აბსოლუტურად ნოლიდან ამ შემთხვევაში, ხო? არ იყო არანაირი, ასე ვთქვათ, მზაობა ამ კუთხით. განსხვავებულობა ითვლებოდა რაღაცნაირად დამღად და ეს ანუ ადამიანები, ვისაც განსხვავებული საჭიროება ჰქონდა, არ ჩანდნენ საზოგადოებაში და საზოგადოების წევრებად არ აღიქმებოდნენ და აი აქედან დაიწყო ცნობიერებაზე მუშაობა. ეს არის ძალიან რთული პროცესი და ეს გზა არის გასავლელი და ამას უნდა ძალიან ხელშეწყობა, რომ ზუსტად ჩვენ ეს დამოკიდებულებები შევცვალოთ და ასე ვთქვათ, გეზი ავიღოთ თანასწორუფლებიანობისაკენ და ისეთი საზოგადოებისაკენ, სადაც თითოეული ინდივიდი არის დაფასებული და რეალიზებული. უბრალოდ ეს გზა არის ძალიან ძნელი და საჭიროებს ზოგადად მხარდაჭერას ყველა სფეროში. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითონ ეს ადამიანები, ვისაც განსხვავებული საჭიროება აქვთ, ხო? ჩვენ იმიტომ ვახსენე, რომ ეს ყველაფერი არის ორმხრივი პროცესი. ანუ პირველ რიგში
ამ ადამიანებმა თვითონვე უნდა იგრძნონ საზოგადოების ნაწილად თავი და თვითონაც უნდა ასე ვთქვათ მარტო გარემო კი არ უნდა იყოს თვითონ უნდა მოახდინონ იცოდნენ საკუთარი თავისუფლებები თავისი ასე ვთქვათ უფლებების ადვოკატირებაც მოახდინონ და გარემოც უნდა იყოს ამ ყველაფრისთვის ხელშემწყობი რაც დღესდღეობით არ არის ასე ვთქვათ ისეთ დონეზე რაც წესით უნდა კონდეს იმიტომ რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს ჩართული იმ გადაწყვეტილების მიღებაში რაც მას ეხება და ზოგადად გლობალურადაც რაც ჩვენს გვეხება ხო და ამიტომ ეს პროცესი ჩვენს გასავლელი გვაქვს თუნდაც ინკლუზიურ განათლებაში და თუნდაც სხვა სფეროებში ამ მხრივ არის ძალიან დამოკიდებულებად შესაძლებელი და უფრო პროცესი უნდა გახდეს ინკლუზიური უნდა ისმოდეს ყველას ხმა უნდა ესე ვთქვათ მრავალფეროვნება ჩანდეს ამ შემთხვევაში და გადაწყვეტილების მიღებაშიც უნდა იყოს აი ამ ყველას ჩართულობის შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული რაც იყო რაღაც პერიოდი რომ უფრო აქტიურად ხდებოდა მაგრამ რაღაცნაირად მე ეს პროცესები უფრო შენელდა და ესე არ არის და იმისთვის რომ თანასწორი საზოგადოება ვიყოთ ჩვენ ყველამ ერთნაირად წვლილი უნდა შევიტანოთ ამ ყველაფერში ხო რაღაცნაირად აი გამოჩნდება ხოლმე იგივე მედიაში დამოკიდებულება საზოგადოებაში რომელიც არ არის აი პირდაპირ შეგაშინებს და შემაშფოთებელია ხოლმე. კი, ძალიან ცუდი ფაქტები, თუნდაც აი ამ ბოლო პერიოდში ყველა ვართ ხო, ონლაინ სივრცეში და ონლაინ ინფორმაციაზე დამოკიდებული. არის რა თქმა უნდა ცუდი ფაქტებიც და ამას უნდა ასე ვთქვათ საზოგადოების მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვეს, იმიტომ რომ არ შეიძლება ყველა ადამიანი თანასწორია და არავის უფლებების ასე ვთქვათ შეზღუდვა არ უნდა იყოს ვინმესთვის მისაღები. უბრალოდ ამ ყველაფერს ჭირდება მუშაობა, ამ ყველაფერს ჭირდება ახსნა, ცნობიერების ამაღლება, ეს ასე თავისთავად ასე ერთ დღეს გავიღვიძოთ და ვიცხოვროთ ინკლუზიურ საზოგადოებაში, სადაც ყველა თანასწორია და ყველაფერი კარგად არის, ასე არ გამოვა. ამაში ყველამ უნდა ჩვენი წილი ძალისხმევა ჩავდოთ და შედეგი მერე უკვე დადგება. ამჯერად შეგეკითხები როგორც სამმართველოს ყოფილ უფროს. მე კიდევ ჩვენ ვთქვათ ამ ყოფილობაზე ცხადია დამოკიდებულება და შევაფასოთ ეს ფაქტიც, მაგრამ აი როგორც ამ სამსახურის უფროსი, რამდენი წელია რაც ხელმძღვანელო? ზოგადად ამ სფეროში სადღაც 2012 წლიდან ვარ დაახლოებით და რაღაც პანდემია, ანუ 2019-ის ბოლოდან ჯერ მოვალეობას ვასრულებდი და შარშან მაისში მგონი დავნიშნა ჩვეულებრივ. და რამდენად კმაყოფილი ხარ, ოღონდ ცხადია, მეც ჩახედული ვარ ამ სფეროში ახლა ასე სპეციალიზირებულად არა, მაგრამ როგორც განათლების სფეროში და ცხადია დაინტერესებულიც და შესწავლილიც მაქვს როგორც მასწავლებელს ეს მხარეც, მაგრამ აი თუნდაც ცოტა ზემოდან რომ გადავხედოთ ჩვენს მასწავლებლებს, აი ამაზე შეგეკითხებოდი, რამდენად მიაღწიეთ თემა გუნდმა თუ გნებავთ ან თქვენმა სამსახურმა რომ რაღაც არა ის პროცედურულ დონეზე რომ მოწესრიგებული იყოს ყველაფერი ხა მე მგონი ყველა დაგვეთანხმება ჩვენ რომ გვაქვს ძალიან ბევრი რამე შესასწავლი გასაკეთებელი გადასააზრებელი ცხადია მაგრამ აი თუნდაც დამოკიდებულების დონეზე რამდენად გაკმაყოფილებს მასწავლებლების ხო ხტები რომ აი გრძნობენ შეიძლება ვერ აკეთებენ რაღაცებს მაგრამ აი მონდომებულები არიან რომ რაღაც გამოვიდეს ისე როგორც მოგეწონებოდათ. ხო, ანუ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა შეეხება შენს რა დამოკიდებულებები, სწორი დამოკიდებულებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ პირველ რიგში ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ ამ გულწრფელობას, ხო, როცა
დამოკიდებულებაში არ არის ეს გულწრფელობა თავისთავად ეს დაბრკოლებელ ფაქტორადაც აღიქმება და გარდა მაგისას სწორი ღირებულებები ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადამიანების პიროვნებებად აღქმა და აი ის რომ რაღაცნაირი თანაგრძნობის გამოხატვა არ ნიშნავს იმას რომ შენ ადამიანს მხარს უჭერ ხო ყველა ადამიანი არის ასე ვთქვათ პიროვნება და თუნდაც ბავშვია, მაგრამ არის შენი თანასწორი, ხო? და რეალურად ჩვენ აი ზუსტად აი ეს უნდა ვისწავლოთ და დამოკიდებულებების და ღირებულებების ცვლილებაში ამას გულისხმობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს. უამრავი ახალი სფეროა მესმის და ამ წუთასაც კი მიუხედავად რომ თქვა 20 წელია ხო რაღაცებს ვაკეთებთ, ნერგავთ, გამოცდილება ამ ხრივ და ცოდნა არ არის ისეთი, რაც გვინდა რომ გქონდეს, ხო? და ამაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, თუნდაც ის რომ ნუ რაღაც არის მატერიალური საკითხები, არის მასწავლებლების საკითხებიც იმის მიუხედავად რომ უამრავი თქვა ტრენინგი გადამზადება, რაღაცები ტარდება, მაინც არ არის ეს საკმარისი და ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფერს განსაზღვრავს ზუსტად ინდივიდუალური მიდგომა. იმიტომ რომ ამ მოცემულობაში ბავშვების რაოდენობა ზოგადად ვისაც მხარდაჭერა ჭირდება, იზრდება ყოველთვიურად. და ჩვენ უნდა გვყავდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხა მაინც სკოლებზე არ გავაკეთებ აქცენტს, იმიტომ რომ რეალურად ეს პროცესი უნდა იყოს უწყვეტი. დაწყებული სკოლამდელი განათლებიდან დაამთავრებული უმაღლესი განათლებით და მერე უკვე დასწრულ ცხოვრებაში ინტეგრაციითაც ხო თავისთავად. ეს უნდა იყოს უწყვეტი პროცესი ყველასთვის და სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები იმისთვის, რომ ეს პროცესი განხორციელდეს და ადამიანმა შეძლოს მიიღოს განათლება, ხო? ანუ სასწავლო პროცესი ორგანიზებული უნდა იყოს ისე, რომ მე რა საჭიროებაც მაქვს ის დამიკმაყოფილდეს და ამაში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მასწავლებელს. და ამაში ძალიან ბევრი რესურსი არის ჩადებული, მაგრამ ეს არ არის ეფექტური და ნაკლებად ეფექტურია, უბრალოდ ასე ვიტყოდი და ანუ ეს ყველაფერი დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს და გაძლიერებას პროცესების, შეიძლება რაღაცების სხვანაირად გადააზრებასაც, თუმცა აი ეს არ არის ასე ვთქვათ მარტივად გადასაწყვეტი საკითხი ამ შემთხვევაში და ძალიან ბევრჯერ მithქვამს, რომ შეიძლება ვთქვათ ჩვენ ეს ვთქვათ ქაღალდზე ბევრი რაღაც ძალიან კარგად გვიწერია. გინდათ პროცესები, როგორ დარეგულირდეს სწავლა, როგორ განხორციელდეს, ვთქვათ, გვაქვს ალტერნატიული სასწავლო გეგმები სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ვიცით, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით უნდა მოხდეს სწავლება თუ ბავშვს ამის საჭიროება აქვს, მაგრამ აი პრაქტიკაში ამ ყველაფრის განხორციელება არის ძალიან რთული იმ მოცემულობაში და ხო იმ პირობებში, რაშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. პირდაპირ რომ გკითხო გსმენია თუ არა მასწავლებლებისგან, რომ კონკრეტული მოსწავლე ან მოსწავლეები ხელს უშლიან სასწავლო პროცესში. იმის გამო, რომ ასეთი პოლიტიკა, ასეთი საგანმანათლებლო პოლიტიკა შეიმუშავეთ თქვენ, აი კონკრეტულად თქვენ სამმართველოს, როგორც პასუხისმგებელი ინკლუზიური განათლების პოლიტიკის შემუშავებაზე, ხო? შეხვედრი ხალხ თუ არა ასეთ მასწავლებლებს მოგისმენიათ თუ არა ასეთი არგუმენტები მათგან? რა თქმა უნდა, ეს ახლა პირველი არ არის ეს აზრი ახლა არ განსხვავებული აზრი რა თქმა უნდა არსებობს საზოგადოებაში. და რამდენად გესმით ამ მასწავლებლებს? იცი რა არის აბსოლუტურად ანუ შეიძლება რომ გაიგო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არის ახალი გარემო, ადამიანები არ იყვნენ ამ ყველაფერზე ასე ვთქვათ ცოდნა არ ქონდა შესაბამისი, როცა დაიწყო ეს პროცესი, ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დადგნენ, იმიტომ რომ რეალურად ხა ცოტა უფრო სიღრმეებში რო წავიდეთ და ვთქვათ, ხომ, ინკლუზიური განათლება სადღაც ესე განყენებულად და ცალკე ხო არ არსებობს, არა, არის ზოგადად განათლების ნაწილი. და რა პროცესებიც არის განათლებაში, ის პროცესები გავლენას ახდენს ინკლუზიურ განათლებაზეც, ხო? რეალურად ეხა მაგალითად ბავშვი რო არის სპეციალური საჭიროების და
თქვათ, არა აქვს სპეციალური საჭიროება, ერთ-იგივე სკოლაში დადიან, ერთ-იგივე მასწავლებლები ასწავლიან ამათ, ხო? თქვათ, შეიძლება ვიღაცას დამატებითი მხარდაჭერა ჭირდება, ვიღაცას არა, მაგრამ ზოგადად გარემო, ინფრასტრუქტურა, რესურსები, მასწავლებელი, ეს ყველაფერი ხო საერთოა, მასწავლებელი იქნება თუ ლექტორი, თუ ახლა პირობითად უბრალოდ სკოლაზე მაგალითი, ხო? და რეალურად კი ნამდვილად წარმოადგენს სირთულეს, უბრალოდ თუ იქნება, ასე ვთქვათ, ნება, სურვილი, თუნდაც, რა ვიცი, ყოველთვის ხდება კონსულტირების გაწევა, უბრალოდ აი მაგიტო არის ეს პროცესები ახლა ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ეს ყველაფერი რაც აქამდე მოვიდა საჭიროებს განვითარებას და დამატებით მხარდაჭერას. იმიტომ რომ პარალელურად ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრ რაღაცაზე ხდებოდა მუშაობა. თუნდაც აი ამ ცნობიერების ცვლილებაზე და თუნდაც იმაზე, რომ მიმღებლობა ჩამოყალიბებული იყო საგანმანათლებლო სივრცეში ძალიან ბევრი რესურსი ჩაიდო, ხო? და აი არის რა თქმა უნდა და ეს ახლა არც გამონაკლე, ანუ ვეციტყვი არ იქნება. ზუსტად აი ამ პროცესების დარეგულირება და ასე ვთქვათ, მხარდაჭერა რომ მომხდარიყო და საჭიროება დაენახათ რეალურად მათ, ვისაც ამ ყველაფერში ეჭვიეპარებათ, თუნდაც პრაქტიკის განხორციელების დონეზე, ხო? ძალიან ბევრი მხარდაჭერის სერვისი შეიქმნა. თუნდაც აი ის რომ სკოლებში, ახლა ამ შემთხვევაში სკოლის დონეზე ვიტყვი, სოციალური მომსახურების კომპონენტი გააკეთდა და გაჩნდა, ხო, რამდენიმე წლის წინ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რომ ზუსტად აი ერთ-ერთი ფუნქცია არის ის, რომ კლასის, ასე ვთქვათ, კლასთან მუშაობა, როცა რაღაცა ესეთი სოციალური კუთხით ან მიმღებლობის კუთხით რაიმე პრობლემებია, ხო? ამ შემთხვევაში აი ძალიან მნიშვნელოვანია კომპლექსურად ამ ყველაფერზე მიდგომა. შესაბამისად, რეკომენდაციების გაცემა, ბავშვებთან ურთიერთობა, კლასის შეკვრაზე მუშაობა, მასწავლებლებისთვის ძალიან ბევრი ტრენინგები კეთდება ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ახლა შეიძლება იდეალურად არ გვაქვს სიტუაცია და ბევრი რაღაცა განვითარებას ნამდვილად საჭიროებს, თუმცა ეს პროცესი ვერ იქნება ცალმხრივი, ხო? უნდა იყოს ორმხრივი ამ შემთხვევაში და როცა არის თანამშრომლობა და როცა არის სურვილი, რომ რაღაცა ვთქვათ, გამოვიდეს, ის ყველაფერი გეგმაზომიერად ორმხრივი მხარდაჭერით ხდება და ჩვენ გვაქვს დადებითი ძალიან ბევრი შედეგი ამ ყველაფრის. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ამ შემთხვევაში აი ძალიან მნიშვნელოვანი არის სოციალიზაციის მომენტი და ის, რომ საზოგადოებაში ზუსტად ამის ცვლილებისკენ მივდივართ, რომ ნამდვილად გვჭირდება ჩვენ მრავალფეროვნება რეალურად ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით ნებისმიერ ადამიანზე ნებისმიერ ადამიანს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ გამოხატოს საკუთარი თავი და ზუსტად სკოლა ამ ყველაფერს უნდა, ასე ვთქვათ, ხელს უწყობდეს, თუმცა პრობლემები ნამდვილად არის სწავლების მეთოდოლოგიის კუთხითაც, იმიტომ რომ მასწავლებლებს ნამდვილად უჭირთ ამ ყველაფერს რის პრაქტიკაში განხორციელება. აი მაგ პრაქტიკაზე მინდა კიდევ ვკითხოთ. მანამდე სანამ ამ შეკითხვას დავსვამ, თვითონ ენაზე შევთანხმდით ტერმინებზე, ხო? მოგიხსენებათ ამ პოლიტიკამ, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით განტარებულმა პოლიტიკამ თავისი ერთგვარი ენა შემოიტანა, ხო? და ჩვენ არ მოგწონს ხოლმე ის ტერმინები, რომელსაც ვიყენებთ ამა თუ იმ ადამიანის მიმართ. ეს სხვა შორის არა მხოლოდ ამ სფეროშია, ხო, რაღაცას, ანუ ადამიანები, რასაც ლაპარაკობენ ხალხურ ენაზე, პირობითად ასე რომ დავარქვათ, ჩვენ ვუსწორებთ ხოლმე, რომ არ შეიძლება ეს თქვა და ის თქვა და სწორი ტერმინია, ხო? SSM მოსწავლე, ხო? ასე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. და ჩვენში რომ თქვათ, ახლა ეს რომ ქართული ტერმინი და ქართული სიტყვა არ არის, ხოვთანხმდებით ამაზე და შესაბამისად მასწავლებლებიც, ისინი ხო ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ნორმატიულ აქტებს ხომ არ წერენ, როდესაც საუბრობენ, რაღაცნაირად არ დამკვიდრ ტერმინის დონეზე ვამბობ, ხო? მაგრამ სწორი თქვენი გადმოსახედიდან ხო ეს არის, ხო, SSM მოსწავლე
ასე იწოდება. პირობითად შეიძლება დავარქვათ განსხვავებული მოსწავლე. დამატებითი მხარდაჭერა, ვისაც სჭირდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე. უბრალოდ ეს არის, ასე ვთქვათ, ყოველდღიური მიმართვის ფორმა, რა თქმა უნდა, არ არის, ხო, ეს პირიქით. ჩვენ საუბარში რომ აი წარმოიდგინე ორი მასწავლებელი საუბრობს, ხო, არ უნდა ბავშვებთან მიმართ ცხადია საერთოდ არ გულისხმობ. ანუ რატომ თქვი განსხვავებული სპეციალური ფაქტობრივად იგივე განსხვავებული ქართულ ენაზე, ხო? განსხვავებული მოსწავლე და სინამდვილეში ხო ყველა მოსწავლე განსხვავებულია. ყველა მოსწავლე გამონაკლისის გარეშე არის განსხვავებული, აბსოლუტურად ყველა, ხო? და ახლა ვთქვათ საჭიროებებზე, ანუ სსმ-ს გამოვიყენებ. აი ბავშვობაში რომ დაგაბრუნო იმ სკოლაში გიგრძნია თუ არა თავი რომელიმე საგანზე, საგნის გაკვეთილზე სსმ მოსწავლის როლში, აი სსმ მოსწავლე. ახლა რას გულისხმობ? ანუ საგანი რომელიც არ გესმის, გაკვეთილზე ხდება ისეთი რაღაცები, რომლებიც საერთოდ მიღმა გონებისგან. ან რადგან მითხარი რომ ყველა საგანს ხუთებზე სწავლობდი და კარგად შეიძლება შეუსაბამო იყოს პირადად შენ მიმართ ეს შეკითხვა, მაგრამ მოდი ისე ვთქვათ ჩვენთვის რა თანაკლასელებს გადავხედოთ თუ მაშინ თუ დღეს გადავხედოთ მოსწავლეებს. ფაქტობრივად ასეთი მოსწავლეები არიან უმრავლესობა გაკვეთილებს. რა თქმა უნდა, ყველა სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. რატო არის ინკლუზიური განათლება ყველასათვის, ხო? ყველა ადამიანს სჭირდება განსხვავებული და ინდივიდუალური მიდგომა და კლასში როცა რამდენი მოსწავლეც არის, მასწავლებელმა უნდა შეძლოს, რომ ყველას თქვათ ინდივიდუალურად მიუდგეს. და ამ შემთხვევაში ზუსტად აი სირთულეები რატო არის, ხა წეღანაღაც დავამთავრე, ხო? ჩვენ შეიძლება რაღაცნაირად თეორიულად თქვათ ვასწავლოთ მასწავლებელს, მაგრამ პრაქტიკაში ეს პროცესი უნდა იყოს ძალიან დაგეგმილი და გაწერილი ამ შემთხვევაში, ხო? ამას სჭირდება რა თქმა უნდა მეტი შრომა, მეტი ძალისხმევის ჩადება ამ ყველაფერში, იმიტომ რომ როდესაც თქვათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეზე ვლაპარაკობთ, საგაკვეთილო პროცესი უნდა წინასწარ დაიგეგმოს ამ კონკრეტული მოსწავლისთვის, ანუ საჭიროებები უნდა იცოდეს მასწავლებელმა. ის დამატებითი კადრი, რაც ამ ინკლუზიური განათლების პროცესში სკოლაში შეიქმნა, ხო, თუნდაც სპეციალური მასწავლებელი, ასისტენტი, ფსიქოლოგი და ასე შემდეგ, ხო? ეს ადამიანები ერთობლივად უნდა მუშაობდნენ და ერთობლივად უნდა გეგმავდნენ ამ საგაკვეთილო პროცესს. და როცა ყველაფერი არის, ვთქვათ, აი ესე გაწერილი გაკვეთილის, ასე ვთქვათ, პროცესში, ვინ რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა დაიგეგმოს ეს პროცესი, თავისთავად იქ მერე ნაკლები სირთულეები წარმოიქმნება, ხო? უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება მეტი დრო, მონდომება, ჩართულობა და აი ამ შემთხვევაში უკვე მერე მოდის ინდივიდუალური ფაქტორები მასწავლებლების, ხო? ვიღაცას აქვს მეტი, ასე ვთქვათ, სურვილი და შესაძლებლობა რომ ეს გააკეთოს, ვიღაცას შეიძლება დამატებითი მხარდაჭერა ჭირდება ამ პროცესში. ამიტომ და რაც შეეხება ზოგადად ინდივიდუალურ მიდგომას, ეს არის, ანუ ჩვენ ამ მოცემულობაში ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში ადამიანური რესურსითაც ძალიან შეზღუდული ვართ, სპეციალურ საჭიროებაზე ვაკეთებთ აქცენტს ინკლუზიის შემთხვევაში. თორე ანუ ინკლუზიური განათლება ნებისმიერ განსხვავებულობას და ნებისმიერ ჯგუფს გულისხმობს ამ შემთხვევაში, როგორც ეთნიკური ნიშნით შეიძლება ენობრივი უმცირესობების წარმომადგენელი იყოს, რაღაცა ჯანმრთელობის მოწყვლადი მდგომარეობით გამოწვეული იყოს, შეიძლება ეს საჭიროება. ნებისმიერი, ვინც საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას სასწავლო პროცესში, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, საჭიროებების დაკმაყოფილება უნდა შეძლოს საგანმანათლებლო
დაწესებულებამ და აი ამაზე მინდა ხაზის გასმა, რომ აი ზუსტად სამართლო რას ახორციელებდა ამ პროცესში, ხო? სამართლო არ იყო, ვთქვათ, პრაქტიკის განმახორციელებელი ამ კუთხით უშუალოდ სასწავლო პროცესის პრაქტიკას გულისხმობ. სამართლოს ჰქონდა გარკვეული პერიოდი მოსწავლეების და ზოგადად პირების იგივე პროფესიული განათლების საფეხური იქნებოდა თუ თქვათ აბიტურიენტი იქნებოდა თუ უმაღლესი შემთხვევებიც იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც იყო ზოგადად ინკლუზიური განათლების პოლიტიკის განსაზღვრის ფუნქცია ჰქონდა განათლების ყველა საფეხურზე და 2024 წელს განხორციელდა რეფორმა რომლის ფარგლებშიც მოხდა აი ამ პრაქტიკის და პოლიტიკის კომპონენტების გამიჩნდა. ეს გაკეთდა ნორვეგიის მთავრობის და განათლების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მათი სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა სააგენტოს მხარდაჭერით. UNICEF იყო ამ ასე ვთქვათ განმახორციელებელი ამ პროექტის და ახალი მოდელი შემუშავდა, რომელიც ზუსტად აი ამას გულისხმობდა, რომ უნდა გამიჩნულიყო პრაქტიკა და პოლიტიკა და პრაქტიკის კომპონენტი უნდა წასულიყო და ამ შემთხვევაში სისტემიდან თქვათ მანდატური სამსახური იქნა შერჩეული, რადგან სახელში დასახელებაში კი ეს არ იკითხება, მაგრამ ვინც თქვათ იცნობს განათლების სისტემას, იმათ იციან, რომ აი ეს ასე ვთქვათ სიპი აერთიანებს საგანმანათლებლო სერვისებს, რომლებიცაც განათლების სისტემა თავაზობს ბავშვებს, ხო? ეს იქნება ფსიქოლოგიური მომსახურება, სოციალური მომსახურება და ახლა მიემატა ინკლუზიური განათლებაც ამ ყველაფერს. და ესე იგი ის რაც აქამდე იყო სისტემის სხვადასხვა უწყებებში გაბნეული პრაქტიკის სახით, ინკლუზიური განათლების მიმართულებით ყველაფერი ეს წავიდა მანდატური სამსახურში და იქ მოიყარა თავი და ახლა საჭიროებს მნიშვნელოვან განვითარებას, იმიტომ რომ ზოგადად მასშტაბები იზრდება, მოთხოვნა იზრდება და თავისთავად ეს ყველაფერი საპასუხო რეაგირებასაც მოითხოვს, ხო? და სამართლოს დარჩა პოლიტიკის კომპონენტი და ეს პოლიტიკა ნიშნავდა ზუსტად კოორდინაციას ერთი კუთხით, აი ამ სამინისტროს სისტემაში გაბნეული სხვადასხვა მომსახურებების და ასევე იმ კომპონენტების, რომელიც ხელს უწყობს ზოგადად ინკლუზიურ განათლებას. ეს იქნება თქვათ რაღაცა დამატებითი მოწყობილობების შეძენა, რესურსების შეძენა, სახელმძღვანელოების რაღაცა შერჩევის პროცესში სახელმძღვანელოების გაკეთება. ძალიან ბევრი რაღაცა კომპონენტია, რასაც ესე ვთქვათ სამართლოს კუდი იყო ეს და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ანუ სისტემური განვითარება არის მნიშვნელოვანი ამოცემულობაში, ხო? რაღაცნაირად აქამდე წერტილოვნად რაღაცეები რო დავიწყეთ, კეთდებოდა და თქვათ, როცა სამართლო შეიქმნა იყო სადღაც უკვე 2012 წელი, ანუ ეს გამოიწვია ზუსტად იმან, რომ აი რაღაც სისტემურ დონეზე განვითარებამდე მივედით. და ეს პროცესი მიდიოდა ნელახა, ვერ ვიტყვი რომ ძალიან დიდი ნაბიჯებით, მაგრამ ну ასე თუ ისე რაღაცეები ამ ხრივ კეთდებოდა და მეტნაკლებად თქვათ ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე ამ ხრივ გვაქვს ჩვენ სერვისები და მოსწავლეებს და პროფესიული სტუდენტებს აქვთ ხელშეწყობა განათლების პროცესში, მაგრამ უმაღლესი განათლება განსაკუთრებით საჭიროებს მხარდაჭერას, თუნდაც ის რომ ელემენტარული სასწავლო პირობები კონდეთ სპეციალური საჭიროების სტუდენტებს მათ ვისაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ. სკოლამდელი განათლების საფეხურზეც ეს პროცესები უკვე დაძრულია და ანუ ეს ყველაფერი საჭიროებს განვითარებას. თუმცა განვითარება გულისხმობს თავისთავად ძალიან ბევრი რესურსის ჩადებას ამ ყველაფერში და უპირველეს ყოვლისა ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. რაც აი ამ ბოლო პერიოდის მანძილზე თქვა ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან მხარდაჭერა ჰქონდა დონორების მხრიდან, სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, ავიცი UNDP, World Vision, UNICEF, USAID, ყველა რაღაც ესეთ ამ ხრივ მხარდაჭერას ახორციელებდა სისტემის, რომ განვითარებულიყო. ამ ბოლო პერიოდში ნელ-ნელა ეს ყველაფერი შეწყდა და ფაქტურად თუ რამე არის დარჩენილი, ისიც მილევად რეჟიმშია. ამიტომ აი ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად ეს პროცესები გაგრძელდეს და ამან არ გამოიწვიოს, თუნდაც იმან, რომ აი ახლა აღარ არის თქვათ ინფორმით სამმართველო, როგორც აქამდე არსებობდა, არ გამოიწვიოს ის, რომ აი ეს პროცესები კიდევ უფრო შენელდეს და რაც გვაქვს ისიც თქვათ განვითარებაზე კი აღარ ვიფიქროთ, შენარჩუნებაც არ გაჭირდეს ამ ყველაფრის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არიან ის ადამიანები, ვისაც სჭირდებათ სწავლის პროცესში დამატებითი მხარდაჭერა და ეს ადამიანები რო დადიან სკოლაში, უნდა სკოლაში იქნება პროფესიული თუ სადაც იქნება, უნდა მიიღონ ის, რაც მათ ეკუთვნით საქართველოს კონსტიტუციით, ეკუთვნით იმ, ასე ვთქვათ, უამრავი თუნდაც საერთაშორისო აქტებით, რომელთანაც საქართველო მიერთებულია, ხო, ავიღოთ ელემენტარული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, ხო, რას ნიშნავს, როცა უერთდები ასეთ საერთაშორისო კონვენციას? ანუ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ამ შემთხვევაში განათლებაზე ვიტყვი, განათლების სისტემა გახადოს თანასწორი და მისაწვდომი ნებისმიერი საჭიროების მქონე პირისთვის. ჩაგიკითხო, ამ რამდენიმე ასე ვთქვათ მხარე გამოიკვეთა, როგორც სკოლა ახსენე უმაღლესი ასევე დაწესებულება და სხვა, ხო, რომელშიც ინტეგრირებული უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გარკვეული რაღაც შეზღუდვა აქვს, ხო, თუმცა მხარდაჭერის შემთხვევაში მათ ამ გზაზე ექნებათ წარმატება, ხო? და რა მინდა იცით, რომ შევხედოთ, უпроსოდ როგორ შევხედოთ. თქვათ, წარმოვიდგინოთ უმაღლესი დავუშვათ, ხო? უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მართლა უმაღლესი სასწავლებელია. და ადამიანები ზრუნავენ თანამოქალაქეზე თუ რა ვიცი, ნაცნობზე თუ უცნობზე და ასე შემდეგ, რომ გარკვეული მხარდამჭერით, ანუ ზედმეტი ძალისხმევით ჩართონ ეს ადამიანი ამ განათლებაში, რომელიც ვიმეორებ წარმატებას აღწევს ამ გზაზე. და როდესაც უმაღლესი სასწავლებელი არ არის უმაღლესი სასწავლებელი და ის სინამდვილეში არის თავის მოტყუება. ან რაღაცა ქვია ჩვენ ვარქმევთ სახელს, რომ არის უნივერსიტეტი, რომელიც სინამდვილეში უნივერსიტეტი არ არის. არის რაღაცა ესეთი შექმნილი, გამოგონილი, თუ მთავრობისგან, თუ ჩვენი წარმოდგენებით, თუ ჩვენი ხელშეწყობით და ასე შემდეგ, რაღაც დაწესებულება, რომელიც მართლა არ არის უნივერსიტეტი, სადაც მიმდინარეობს სწავლა, მიმდინარეობს რაღაც სიღრმეების ძიება, კვლევა, თავისუფალი აკადემიური და ასე შემდეგ, როგორც ვიცით, როგორიც უნდა იყოს. ხო და ნახე რას ვკითხულობ, ამ რაღაცა თავის მოტყუებაში, რომ კიდე საზოგადოებაში რაღაცა ნიშნით გამორჩეულ ადამიანებს ჩავრთავთ თითქოს უნდა ვასწავლოთ. ესეც ხო თავის მოტყუება გამოვა სინამდვილეში. და ახლა მოდი გაკვეთილებზე გადმოვიდეთ სკოლაში. აი მე მაგალითად ჩემი ხანგრძლივი დაკვირვებითა და სხვებზე დაკვირვებითა ჩემს პრაქტიკაზე და ასე შემდეგ, არ ვიცი მეთანხმები თუ არა, რომ მოსწავლეთა, ზოგადად მოსწავლეთა 2/3, საგანთა 2/3, საგანთა 2/3-ს ვერ ძლევს. აი ის წეხანდელი შეკითხვა რომ დავაბრუნო, ანუ ფაქტობრივად საგანთა მოდი ნახევარი ვთქვათ, საგანთა ნახევარზე ამ ტერმინოლოგიით რომ თქვა SSSM მოსწავლის როლშია. ანუ ის ვიღაცა 2-3 ბავშვი კი არა. სინამდვილეში მოსწავლეთა უმრავლესობა ასეთი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჩვენ სკოლებში. რამეს ვარ ვაჭარბებ ან როგორ გეჩვენება. ხომ გამიგერის თქვა და ნახეთ და ამ რაღაც გაუგებრობაში, რომელსაც ჩვენ გაკვეთილს ვარქმევთ, სკოლას ვარქმევთ, საფეხურს, რაღაცას, რომ ეს საყოველთაოდ და ყველა ამდენი საგანი ამ საათიდან ამ საათამდე უნდა ისწავლოს და რაღაც ეს გაუგებრობა არის, არაადეკვატურობა არის. ჩემი შეფასება რა თქმა უნდა არის ასეთია, თუმცა შემიძლია შევეკამოთ ბევრ ადამიანს. და როდესაც ამ გაუგებრობაში ვრთავთ, აი გავიმეორებ ისე გარკვეული ნიშნით გამორჩეულ ადამიანებს თითქოს და უნდა ვასწავლოთ. ანუ რა ვთქვა ახლა? ხო ეს ხო
ეს ხო შეუძლებელია რომ ეს იყოს წარმატებული და ის მასწავლებლები კი არ ტყუიან რომლებიც მასობრივად ამბობენ იმას რომ არ გამოდის რაღაცა ხო რაც უნდა დოკუმენტი შევქნათ ჩვენ რაღაცა გეგმა ის ჩავრთოთ ეს ჩავრთოთ და ასე შემდეგ არ გამოვა რაღაცები იმიტომ რომ თვითონ რაღაცნაირად ყველა ხვდებით თითქოს რომ რაღაც არაადეკვატურ სიტუაციაში ვარ თლიანად არა მხოლოდ ამ მიმართულებით ზუსტად რომ ინკლუზიური განათლება ცალკე აღებული არ არსებობს ხო არ შეიძლება ინკლუზიური განათლების ან ზოგადად განათლება იყოს თქვა აყვავებული და ინკლუზიური განათლება იყოს სადღაც ძალიან უკან ხო ანუ ეს პროცესები ერთმანეთზე არის მიბმული და ერთმანეთზე ახდენენ გავლენას და აქ ზუსტად თავარი არის ის რომ ბავშვი უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ხო ყველა იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი ადგილი, ოღონდ ეს ადგილი უნდა მოვძებნოთ ჩვენ, ხო? მე რაღაცა შემიძლია, რაღაცა არ შემიძლია, აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, ხა მე რომ მომთხოვე შენ რომ ჩინურად ილაპარაკე, ვერ დავილაპარაკებ, ხო? და გამოდის რომ მეც ამ შემთხვევაში რომ მოვხვდე სადღაც ისეთ გარემოში, მეც მექნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ხო? მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ მე ვარ უფუნქციო. ხო როგორც ადამიანი ხო უბრალოდ მე უნდა მომიძებნო ჩემი ადგილი ამ შემთხვევაში და აი მასწავლებელი რეალურად აი ეს აი ამ ასე ვთქვათ გაკვეთილის პროცესში უნდა ფლობდეს იმ სტრატეგიებს და იმ თუნდაც აი მოსწავლის ცნობას თუ ცოდნას რა დავარქვა რომ აი ამ ყველაფერში პროცესი გახდეს საინტერესო და მოსწავლე იპოვოს თავისი ადგილი. ახლა მე მესმის რომ ძალიან ისეთ იმას ლაპარაკობ, ნუ ეს ურთულეს რამეს ვამბობ ურთულესი რამეა ამ კონტექსტში, ხო? რეალურად ასე უნდა იყოს და ჩვენ აქეთკენ უნდა მივდიოდეთ, ამის თქმა მინდა. იმის გამო რომ რაღაც არის რთული, ამის გაკეთებაზე უარის თქმა მე არ მიმაჩნია სწორად. ჩვენ უნდა აი იმას შევუწყოთ ხელი რომ ეს პროცესი შეუძლებელი არ იყოს. კი, ადეკვატურობას მაინც დავუბრუნოთ ან რაღაც ისეთ გარემო პირობებს თუ ისეთ გადაწყვეტილებებს თუნდაც როდესაც ჰიპოთეტურად მაინც გვექნება წარმატების იმედი ხო და არა ისეთ სიტუაციაში ვიყოთ როდესაც გარანტირებულად ვიცით რომ ეს რაღაცა გზები არის შედეგის მომტანი ვერ იქნება ხედავთ ხო ფაქტია მე მინდა რომ იმ გადაწყვეტილებაზე რომელიც ჩვენ ირიბად ვახსენეთ ეგრეთ წოდებული პოლიტიკის განსაზღვრელი სამმართველოს გაუქმება სამინისტროში განათლების სამინისტროს გულისხმობ რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდი და არ მინდა ახლა არასწორად გამიგოთ მაყურებელს გულისხმობ რომ და გავიმეორებ მე შემიძლია მოგილოცო კიდეც ეს რომ ამ თვალსაზრისით უფრო მეტი სივრცის ასე დაზვერვის ძიების თუ რა შეიძლება მართლა გავაკეთოთ რომ უფრო ეს შედეგები იყოს ხელშესახები ეფექტიანი საზოგადოებაში თუნდაც ცნობიერების ამაღლება იქნება თუ ვიღაც ადამიანების მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმა არა რაღაც ისეთ რაღაც ზოგადად ის რაღაცა გეგმების დაწერა და ამდენ სკოლაში იმის დანერგვა და არამედ ჩვენ გვერდით მდგომი და მცხოვრები ადამიანებისთვის ხელშესახები რაღაც დახმარების გაწევა თუნდაც მე ამ სფეროს სხვაჩერს სწავლობდი გარკვეულწილად იმიტომ რომ მჭირდებოდა როგორც მასწავლებელსაც და ერთი მონაცემი წლების წინ იყო ეს დაახლოებით შეიძლება 7-8 წლის წინ რომ ბავშვებს მცირედ მხედველ მოსწავლეებს ადამიანებს ხო ასე უწოდებდით მაშინ ამ ასეთ მოსწავლეებს ის არ ქონდათ გამადიდებელი შუშები სპეციალიზებულ სკოლას საკმარისი რაოდენობის გამადიდებელი შუშა არ ქონდათ ბავშვს რომელსაც რაღაცა აინტერესებს რომ წაიკითხოს და ეს არ გვაქვსო ხო აი ასეთი რაღაცა საჭიროებებიც გვიდგა და მე იმედი მაქვს რომ და მართლა დარწმუნებული ვარ ამაში რომ ამ პროფესიონალიზმს აი პირადად ასევე თქვენი კოლეგებიც ვინც ხართ აი გუნდში თუ რაღაცა გამოჩნდება ნამდვილად და უკეთეს
შედეგებსაც მიაღწევთ. და აქვე მინდა ასე ვთქვათ აღნიშნოთ კიდევ რა შეიძლება ის ალტერნატიული გზები. აი წარმოვიდგინოთ დამთავრდა რაღაც სამინისტრომ და უშუალოდ ამ ყოველ შემთხვევაში ამ ფორმატში შეაჩერა და ნამდვილად შეიძლება რაღაც გზების გამოძებნა და რა შეიძლება იყოს ეს გზები და აქვე ჩაგეკითხები, არ ვიცი ეს რამდენად ეს ხომ არ უკავშირდება რაღაც ან პოლიტიკური შეფერილობა ხომ არ აქვს ან ელფერი თუ არ ვიცი ეს რამდენად სტრატეგიული გეგმა იყო სამინისტროსი არ ვიცი და ამასთან დაკავშირებთ გულისხმობ პოლიტიკურ თუნდაც სამოქალაქო პოზიციის ან სხვა რაიმე ხარეს. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა რომ მომილოცე, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ხა ეს რამდენიმე დღე გავიდა და ეს პიროვნული განცდის თავისუფალი ადამიანი. ხო, ეს ძალიან ესეთია. არ არის ცუდი შეგრძნება ამ შემთხვევაში, მინდა გითხრა. და კი, ნამდვილად, როცა ერთი კარი იხურება, ახალს არაფერს ვეტყვი, მეორე იხსნება და ალბათ ჩემთვის უბრალოდ როგორც პიროვნულად შეიძლება ეს იყოს პირიქით, მართლა კარგი ამ მოცემულობაში. უბრალოდ აქ არის მეორე ფაქტორი, ზუსტად ასეც საქმეს რაც უკავშირდება, იმიტომ რომ ის რაც იყო, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ოღონდ ეს გაგრძელება უნდა იყოს განვითარებისკენ მიმართული და გაფართოებისკენ მიმართული და არა თქვა პირიქით. ხო? და რეალურად არ ვიცი, ალბათ დრო აჩვენებს, თუმცა მე ეს განცდა მიჩნდება, რომ თქვათ რაღაცა როცა აღარ არსებობს იმ მოცემულობით და უერთდება სხვას. ლოგიკურად ეს გაფართოებას წესით არ ნიშნავს, ხო? და ჩვენ ახლა ზუსტად იმ საჭიროების წინაშე გავართ ჩვენ უბრალოდ ინკლუზიური განათლება, რომ ეს გაფართოვდეს და განვითარდეს. და ამას სჭირდება მეტი ადამიანური რესურსი, მეტი ძალისხმევა და მეტი ნება, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს და თქვათ ის რა ხარვეზებიც გვაქვს მოგვარდეს, ყოველ შემთხვევაში ნაბიჯები გადაიდგას, რომ დარეგულირებისკენ ამ პროცესების და ის რისი ნაკლებობაც არის სისტემაში და მხარდაჭერა, ვისაც მეტად სჭირდება და განვითარება, ეს პროცესები დაიგეგმოს და განვითარდეს. ამას სჭირდება, რაც პირველ რიგში თქვი, ნება, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს, სჭირდება ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს დაგეგმავენ და ჩაერთვებიან განხორციელების პროცესში და სჭირდება, რა თქმა უნდა, რესურსები. ფინანსური, მატერიალური და ასე შემდეგ და ამიტომ ეს არის ასე ვთქვათ ერთიანი ხედვა უნდა არსებობდეს ამაზე და რეალურად ეს ხედვა სამინისტროს განათლების და მეცნიერების ერთიან სტრატეგიაში ასახულია და ამ სტრატეგიის ფაქტურად 1/3 სწორედ ინკლუზიურობას ეთმობა მაგრამ ერთია რა გვაქვს ჩვენ ქაღალდზე და რა რესურსი გვაქვს ამ ყველაფრის განხორციელების, ხო? ამიტომ მე ვისურვებდი, რომ ეს ორივე ერთმანეთს ემთხვეოდეს და ასე ვთქვათ, განვითარებას უწყობდეს ხელს. ეს არის ამ შემთხვევაში და გამოსავალს რას ხედავ, რა ვიცი, გამოსავალს ხედავ ალბათ უფრო იმაში, რომ ჩვენ მაინც ბევრი რაღაცა გვაქვს სასწავლი. პირველ რიგში რაც წეღანას თქვი საკუთარი უფლებების დაცვა გვაქვს სასწავლი და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა კარგი გაგებით. იმიტომ რომ ადამიანი იმსახურებს ყველაფერ იმ ასე ვთქვათ სიკეთეებს, რაც არის განსაზღვრული და რაც თუნდაც ჩვენ კონსტიტუციაში წერია. მაგრამ ეს ასე ვთქვათ თავისთავად არ მოდის, ხო? ამაში ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ და ზუსტად აი ეს არის, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა ამ მიმართულებით გააქტიურდეს. თუნდაც აი რა იწვევს განვითარებას, ხო? განვითარებას იწვევს დიალოგი და დისკუსია, მე თუ გითხავ. ერთ-ერთი ბიძგი ამ ყველაფრის არის ეს. თუ შენ არ მოისმინე კრიტიკული აზრი, თუნდაც ხო? შეიძლება ძალიან კარგი განზრახვა გქონდეს და ძალიანაც გინდოდეს, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს, მაგრამ შენი ერთი ადამიანის თუ რაღაცა ესეთი ერთი ხედვა არის შენ ფიქრობ, რომ სწორია, მაგრამ სხვისი თვალით თახედვით იქ რაღაცა შეიძლება სხვანაირად დავინახოთ, ხო? და ამიტომ მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ მოხდეს დისკუსია, განსხვავებული აზრების შეჯერება და შეჯერებულად და საქმის ინტერესიდან გამომდინარე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს,
რა ვიცი, რეალურად მე ვარ ადამიანი, რომელიც აი ნოემბრის იმ ასე ვთქვათ, განცხადების, ცნობილი განცხადების შემდეგ აქტიურად ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას და ვთვლი, რომ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა განცხადება, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს ამ შემთხვევაში პრემიერის განცხადება ვიგულისხმე, რომლითაც ჩვენ ასე ვთქვათ, ევროატლანტიკურ კურსს გადავუხვეთ რა ეს პროცესი შეჩერდა. თავისთავად ამან როგორც მოქალაქეში, ჩემში გამოიწვია შესაბამისი რეაქცია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია მე საჯარო სექტორში საჯარო მოხელე ვარ, მუშაობ და ვთვლი, რომ მით უმეტეს საჯარო მოხელე ემსახურება სახელმწიფოს. ემსახურება საქართველოს კონსტიტუციას და იმ მიზნებს, რაც ამ კონსტიტუციით არის გაცხადებული ამ მიზნებისკენ სვლას, ხო? და თუ ამ ყველაფრის საფრთხე დგება განხორციელების, მე მგონია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს და სხვა არაფერი არ გავიკეთებია არც მე და არც იმ ადამიანებს, ვინც ამ პეტიციას ხელი მოვაწერეთ. ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი ამ პეტიციის შექმნის და შედეგი არის ეს, რაც დადგა ამ მოცემულობაში და დასკვნები შეიძლება ყველამ ინდივიდუალურად გამოვიტანოთ. ხო, ეს ნამდვილად საჭირო დღეს აქტუალური თემაა და ეს საკითხია და მართლა ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში მხოლოდ იმედი გამოვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოების განვითარებისკენ გადაიდგმება ადეკვატური ნაბიჯები მთლიანად ჩვენი საზოგადოებისგან. მე მინდა კონკრეტულად აი როგორც პროფესიონალს გისურვო, უკვე საჯარო სამსახურს მოცილებით, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით, არ ვიცი, ასეა და კიდევ ერთხელ ვფიქრობ მართლა, რომ უკეთესი გზები გამოჩნდება, აი ასე ვთქვათ, სხვა ხედვიდანაც და მინდა გისურვო წარმატება კონკრეტულად ამ მიმართულებითაც სხვა ადამიანების კერძო ინიციატივების თუ ზოგადად საზოგადოების წევრების დაინტერესება სხვა კუთხით შეხედვას თუნდაც ამ საკითხებისადმი და უფრო წარმატებულ საქმიანობას, ასე ვთქვათ, მთავრობისგან დამოუკიდებლად და თავისუფალ მადლობა ამ სურვილისთვის და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვისაც და მეგობრებო ეს იყო გადაცემა თამარ ჟლენტის სკოლაზე დაილოდეთ შემდეგ სკოლას